ევროპულმა ქვეყნებმა 2026 წლის პირველ ნახევარში რეკორდი დაამყარეს რუსული ქარხნის იამალ SPG-დან თხევადი გაზის შეძენაში, იუწყება Financial Times-ი ანალიტიკური კომპანიის Kepler-ის მონაცემებზე დაყრდნობით. ევროპამ 2026 წლის პირველ ნახევარში ამ ქარხნიდან იყიდა იმაზე მეტი თხევადი ბუნებრივი გაზი, ვიდრე ოდესმე მანამდე და ფაქტობრივად ამ პროექტის წარმოების მთელი მოცულობა გადაყლაპა იმპორტზე აკრძალვის წინ. წერს ბრიტანული გაზეთი. შესყიდვების მოცულობა მიაღწია 9.99 მილიონ ტონას, რაც 18%-ით მეტია შარშანდელი წლის ამავე პერიოდთან შედარებით. შეფასებების თანახმად, ევროპელმა მყიდველებმა ამ მიწოდებებისთვის 6 მილიარდ ევრომდე გადაიხადეს. ეს ციფრები ხაზს უსვამს ის საკვანძო როლს, რომელსაც ევროპა ძველებურად ასრულებს წამყვანი რუსული ენერგეტიკული ობიექტის მუშაობის მხარდაჭერაში ომის მეხუთე წელს, აღნიშნავს გამოცემა. ძირითადი შემსყიდველები არიან საფრანგეთი, ბელგია და ესპანეთი. ირანთან კონფლიქტის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგაც კი საკვანძო რაკეტების და გამანადგურებლების ამერიკული სამხედრო მარაგები აღდგენილი არ არის. CNN-ის ცნობით, პენტაგონმა გახარჯა თაადის, პეტრიოტის და ტომჰავაკის არსენალების მნიშვნელოვანი ნაწილი. აღდგენის პროცესს შესაძლოა 2-დან 5 წლამდე დრო დასჭირდეს. თუკი ომი იმავე ტემპით გაგრძელდება, როგორც ბოლო 5 თვის განმავლობაში, მარაგები იმდენად შემცირდება, რომ გაჩნდება რისკის უფრო მაღალი დონე ინდოწყნარი ოკეანის რეგიონში, ამბობს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი მარკ განსიანი. ექსპერტების შეფასებით, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მომენტისთვის აპრილში პენტაგონმა გახარჯა თაადის გამანადგურებლების არანაკლებ ნახევარი, პეტრიოტის რაკეტების თითქმის ნახევარი და ფრთოსანი რაკეტების ტომაჰავკების დაახლოებით 30%. აღდგენის სიჩქარე კვლავ დაბალია. ყოველთვიურად შემოდის მხოლოდ 15 ტომაჰავკი და 20 პეტრიოტი. თაადის მიწოდებები 2026 წელს არ იგეგმება. საბრძოლო მასალის შევსებას დიდწილად წლები დასჭირდება 2-დან 5 წლამდე. განაცხადეს პენტაგონის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილე ელენ მაკკასკერმა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კონგრესს ჯერ კიდევ არ გამოუყვია დაფინანსება გახარჯული რაკეტების შეცვლისთვის. საწარმოო სიმძლავრე კი შენელებულია. პროცესის დაჩქარების მცდელობას თავდაცვის წარმოების შესახებ კანონით ანალიტიკოსების თქმით, მხოლოდ მცირე ეფექტი ექნება. კომპანია Apple-მა სარჩელი შეიტანა OpenAI-ის წინააღმდეგ და ხელოვნური ინტელექტის სფეროს სტარტაპი და მისი სააპარატო ქვეგანაყოფის ხელმძღვანელი დაადანაშაულა გამოსაშვებად გამზადებულ პროდუქტზე ინფორმაციის მიტაცების ორდინერებულ კამპანიაში. სარჩელი პარასკევს კალიფორნიის ჩრდილოეთ ოლქში შევიდა. მასში Apple ამტკიცებს, რომ OpenAI ახალისებდა თანამშრომლებს გაეზიარებინათ მისთვის ინფორმაცია, კომპონენტები, ნახაზები და სხვა მასალები, რომლებსაც ეხება მომავალ პროდუქტებს, რათა მოწყობილობების საკუთარი ხაზი შეექმნა. სარჩელში ფიგურირებს ასევე OpenAI-ის სააპარატო დირექტორი, რომელიც მანამდე Apple-ში კომპანიის პროდუქტების დიზაინის მიმართულებით ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. OpenAI-მ პასუხად განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული სხვა კომპანიების კომერციული საიდუმლოებებით და კონცენტრირებულია ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნაზე. სასამართლო პროცესი მოასწავებს იმ ორი კომპანიის დრამატულ გაყრას, რომლებიც ბოლო წლებში მჭიდრო პარტნიორები იყვნენ. OpenAI აწვდიდა ტექნოლოგიებს Apple Intelligence-ის პლატფორმის და ხმოვანი ასისტენტის Siri-ისთვის, მაგრამ უკანასკნელი წლის განმავლობაში დაძაბულობა მატულობდა. სარჩელის თანახმად, Apple-ის 400-ზე მეტი ყოფილი თანამშრომელი დღეს OpenAI-ზე მუშაობს. Apple ამტკიცებს, რომ თანამშრომლებს აქტიურ ინსტრუქტაჟს უტარებენ თუ როგორ უნდა წასულიყვნენ კომპანიიდან, ისე რომ შეენარჩუნებინათ წვდომა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე. Apple მოითხოვს OpenAI-ის პრაქტიკის შეწყვეტას, ყველა მასალის განადგურებას და მომზადებული პროდუქტების გადამუშავებას. საქმე ხაზს უსვამს ხელოვნური ინტელექტის ახალი მოწყობილობების მნიშვნელობას სილიკონის ველისთვის, სადაც Apple, OpenAI-ის და სხვა კომპანიებს გაჩაღებული აქვთ რბოლა გაჯეტების შექმნაზე, რომელთა ცენტრშიც ხელოვნური ინტელექტია. ამერიკის შეერთებული შტატები არ არის მზად დიდი ომისთვის რუსეთთან, განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა დუგლას მაკგრეგორმა. ყველა არმიას აქვს პრობლემები და რუსებსაც აქვთ. მიუხედავად ამისა, ფრონტის ხაზი დასავლეთისკენ კვლავ მიიწევს, აქ ეჭვი არ არსებობს. წინსვლა ნელია, რადგან პრობლემას ათასობით დრონი ქმნის. დრონები რომ არა ვფიქრობ, ყველაფერი რამდენიმე დღეში დასრულდებოდა. მოსკოვისთვის დრონები სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია, მაგრამ არა გადამწყვეტი. მათი
საზოგადოება ამის გამო განრისხებულია. რუსი ხალხი დაიღალა ამ ყველაფრისგან და ამ დროს პესკოვი გამოდის და ფაქტობრივად ამბობს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასრულებულია. ეხლა ეს ომია. ყველაზე მეტად რაც არ სჭირდება კაცობრიობას, ესაა მესამე მსოფლიო ომი, მაგრამ რუსები ამისთვის მზად არიან, ჩვენ არა. როგორც იცით, ამისთვის ევროპაც არ არის მზად. ეს პატარა არმიები ვერაფერს შეძლებენ და რა ვქნათ, ავიაციის იმედად ვიყოთ, მაგრამ ჩვენი ავიაცია, რომ ძირითადად სპარსეთის ყურეშია ამოქმედებული ირანთან ომში, არ მესმის რა ხდება ამ ხალხის თავში. ფიქრობ, ეს ყველაფერი უფრო ბლეფია, თუმცა არის აქ საკუთარი თავის მოტყუების ელემენტიც. თითქოს ჩვენ ისევ ის ზალა ვიყოთ და იმავე მდგომარეობაში, როგორშიც ვიყავით 1991 წელს, განაცხადა დუგლას მაკგრეგორმა. პოლონეთის სეიმის დეპუტატმა ზბიგნევ ბუგოცკიმ უკრაინას მოუწოდა განუდგეს ნაცისტი დამნაშავეების კანდიდებას. ხორვატებს, რომლებსაც უნდოდა შემოსვლა და შემოვიდნენ კიდეც ევროკავშირში, გაწევრიანებისთვის ერთ-ერთი პირობათაგანი იყო ის, რომ დაეგმოთ უსტაშები და მათ ეს გააკეთეს. დაგმეს მათი დანაშაულები. არავინ ოფიციალურად სახელმწიფო დონეზე დამნაშავეებს არ ადიდებს. სამწუხაროდ დღეს უკრაინაში ეს ხდება. არც ჩვენ დასავლელ მეზობლებთან ფორმალურად გერმანელ ნაცისტ დამნაშავეებს არ ადიდებენ. ასე რომ დადეკით პოლონურ მხარეს, თუ კი თქვენ აღარ გინდათ პრეზიდენტ ნავროცკის მხარეს დგომას, პოლონურ მხარეს დადეკით, იმისთვის რომ წარსული გვახსოვდეს და როგორც ეს არაერთხელ თქმულა აქ, გვახსოვდეს მომავალიც, თქვა ზბიგნევ ბუგუცკიმ.